წმინდა მღვდელმთავარ გრიგოლ პალამას, თესალონიკის მთავარ ეპისკოპოსს. წმინდა გრიგოლ პალამა დაიბადა კონსტანტინოპოლში, მისი მამის გვარი ენათესაებოდა მეფის გვარს და ამის გამო კონსტანტინოპოლის მეფე ბიზანტიის მეფე იგი სამეფო კარზე მათ ერთ-ერთი დიდი თანამდებობა ჩააბარა. და ამ დროისათვის წმინდა გრიგოლ პალამა ძალიან კარგი განათლება მიიღო და იგი დაჯილდოვებული იყო განსაკუთრებული სწავლის ნიჭით. წმინდა გრიგოლ პალამას მშობლები დედას და მამაც იყვნენ ღრმად მორწმუნე ქრისტიანები და შვილების ქრისტიანულად აღზარდეს. და როდესაც წმინდა გრიგოლ პალამა გახდა 20 წლის რომის იმპერატორმა გადაწყვიტა იგი თავის კარზე დაეტოვებინა დიდი თანამდებობა ჩაებარებინა, მაგრამ წმინდა გრიგოლ პალამა არ ისურვა სამეფო კარზე ყოფნა, მან დებისაგან როცა კურთხევა აიღო და წმინდა ათონისაზე წავიდა და იქ ერთ მორწმუნე ბერს დაემოწაფა. და 10 წლის განმავლობაში მის სულ მორჩილებაში იმყოფებოდა, ხოლო 10 წლის შემდეგ, როდესაც მისი მოძღვარი გარდაეცვალა, წმინდა გრიგოლ პალამამ დაიწყო განსაკუთრებული ცხოვრება, განსაკუთრებული ბერული ცხოვრება, დაყუდებული ცხოვრება და 10 წლის განმავლობაში დაყუდებული ცხოვრებით ცხოვრობდა. ხოლო 10 წლის შემდეგ იგი არჩეული იქნა ევსტალიმონის მონასტრის წინამძღვრად და ევსტალიმონის მონასტრის დღესაც არის წმინდა გრიგოლ პალამას სახელობის წყარო, რომელიც მისი ლოცვით იქნა შუა მონასტერში აღმოჩენილი და ეს წყარო დღესაც არის იქ. როდესაც კონსტანტინოპოლში და თესალონიკში სულს დაიწყო მწვალებლობის გადაგება თითქოს შესმენა იმის გამო, რომ თითქოს ათონის ღვთისმამები არასწორად ოცნებდნენ იესოს ლოცვას და იფეთქა მწვალებლობა და სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც მაშინ ათონის ღვთისმამებმა წმინდა გრიგოლ პალამას თხოვეს, რომ იგი წასულიყო კონსტანტინოპოლში და მას დაეცა ჭეშმარიტი სწავლება და როდესაც გრიგოლ პალამა ჩავიდა კონსტანტინოპოლში, იქ მოწვეული იქნა ადგილობრივი კრება და ამ კრებაზე წმინდა გრიგოლ პალამამ ყველას ადვილად დამოკიდა, თუ რა არის ჭეშმარიტება და როგორ იცავს ათონისა ჭეშმარიტებას და ამხილა თავის მოწინააღმდეგეთა სრულსწავლება, მაგრამ მისი მოწინააღმდეგეები არ ცხრებოდნენ და ამ საქმეს რამოდენიმე ადგილობრივი კრების ჩატარება დაჭირდა და მეორე კრებაზე წმინდა გრიგოლ პალამას მოწინააღმდეგე იყო ვარნავი და მისი მოწაფე აკვინტინე და მაშინ წმინდა მამებმა ამ კრების წმინდა მამებმა ვარნავს და მისი მოწაფეს თუ იგინე არ შეინანენ თავის სრულსწავლებას, ისინი განკვეთილი იქნებოდნენ ეკლესიიდან. რამოდენიმე ხნის შემდეგ წმინდა გრიგოლ პალამას ეწია განსაცდელი. კონსტანტინოპოლში ბიზანტიაში სამეფო კარზე დაიწყო მოხმობისათვის ბრძოლა. მეფე, რომელიც იმ დროისათვის იმყოფებოდა, იყო ძალიან ახალგაზრდა იყო და ბიძანის უნდა გამეფება და ამისათვის ხალხი კონსტანტინოპოლში ორ ნაწილად გაიყო. და მოხდა ისე, რომ ამ დროისათვის კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო იოანე ხეიბარი და მოხდა ისე, რომ ერთ მხარეს აღმოჩნდა იოანე ხეიბარი კონსტანტინოპოლის პატრიარქი და მეორე მხარეს აღმოჩნდა გრიგოლ პალამა. და ამაზე განრისხებულმა პატრიარქმა გრიგოლ პალამა დაიბარა კონსტანტინოპოლში და იგი ციხეში ჩასვა, ხოლო რამოდენიმე ხნის შემდეგ მოიწვია კრება და გრიგოლ პალამა შესწავლიდა ცის, რომ თითქოს ის მწვალებლობას ქადაგებდა. და ამ კრებაზე წმინდა გრიგოლ პალამა ამტკიცებდა, რომ ის იცავდა ჭეშმარიტებას და იცავდა ჭეშმარიტ სწავლებას და მრავალი მაგალითი მოხდა და მას სახარებდა, მაგრამ როდესაც შეატყო, რომ მისი სახარებიდან მოტანილი სიტყვები არავის არ აინტერესებდა და მიხვდა ის, რომ ეს კრება შეკრებილი იყო იმისათვის, რომ წმინდა გრიგოლ პალამას საწინააღმდეგო აზრი გამოეტანათ, მაშინ საერთოდ დადუმდა და მათ აღარაფერზე აღარ პასუხობდა და ამ სრულ კრებამ წმინდა გრიგოლ პალამა სწავლებლად შერაცხა, ეკლესიიდან განკვეთეს ანათემას გადაწყვიტა და შემდეგ ციხეში ჩააჯინეს და ციხეში წმინდა გრიგოლ პალამამ რამოდენიმე წერილი დაწერა დედოფლის სახელზე და ასევე ხელსაც მისწერა, რომ ის იყო ჭეშმარიტების დამცველი და იცავდა ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ სწავლებას და როდესაც შემდეგ გამოიძიეს ეს კრების საკითხი, ყველა დარწმუნა, რომ ეს კრება მოწვეული იყო წმინდა გრიგოლ პალამის წინააღმდეგ და შემდეგ წმინდა გრიგოლ პალამა იქნა გამართლებული და მას დაუბრუნეს გველმონოზნობის ხარისხი და ცოტა ხანში იგი დადგენილი იქნა თესალონიკის მიტროპოლიტად. მაგრამ წმინდა გრიგოლ პალამას
სულმანი კვლავეცია განსაცდელი, როდესაც იგი თესალონიკიდან მიემგზავრებოდა კონსტანტინოპოლში გემით თურქებმა ჩაიგდეს ხელს და წმინდა გრიგოლ პალამა წვეთ აიყვანეს და ასე დაადარმა ქალაქში როგორც წვეს. მაგრამ წმინდა გრიგოლ პალამა ახაც არ ცხებოდა და იგი გამოდევით ქადაგებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას და მრავალი მუსლიმანი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. შემდეგ თესალონიკის ებრაელმა შეაგროვეს ფული და გამოიწვიეს თავისი მღვდელმთავარი. ხოლო 1361 წელს წმინდა გრიგოლ პალამა ღვთის მიიწვა და მის წმინდა ნაწილები დასვენებული იქნა თესალონიკში და მის წმინდა ნაწილებთან მრავალი სასწაული და სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა და აღესრულება დღესაც. და როგორც აღნიშნეთ, მის წმინდა ნაწილები დასვენებული თესალონიკში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. წმინდა გრიგოლ პალამას სიცოცხლეში უწოდებდნენ წმინდანს და როდესაც იგი გარდაიცვალა, სულ მოკლე ხანში იგი წმინდანად იქნა შერაცხილი და დიდ მართვის მეორე კივყირა დადგინდა მისი წმინდა გრიგოლ პალამის სცენების ხედ, როგორც ლოცვის მასწავლებელი, როგორც ჭეშმარიტების დამცველი. ჭეშმარიტების დაცვა და სარწმუნოების დაცვა ყოველთვის იყო საჭირო ყველა საუკუნეში და დღესაც არის საჭირო ჭეშმარიტების დაცვა. პირველ საუკუნეებში იყო ქადაგებისა და ჭეშმარიტების გავრცელების პერიოდი, მოციქულებრივი ღვაწლის პერიოდი. როდესაც მოციქულები ქადაგებდნენ და გავრცელებდნენ ჭეშმარიტ სწავლებას, ხოლო მეორე მოსვლის წინა საუკუნეები არის ჭეშმარიტების დაცვის პერიოდი. რამე თუ მეორე მოსვლის წინ ყველაზე მცირე იქნება ქრისტიანების, მართლმადიდებლური ქრისტიანების რიცხვი და მეორე უფალი მაშინ მოვა დედამიწაზე, როდესაც ქრისტიანების რიცხვი ყველაზე მეტად შემცირდება. ჩვენ არ ვიცით, როდის იქნება მეორე მოსვლა, ეს იქნება 10 წლის შემდეგ, 200 წლის შემდეგ, მაგრამ იმას ვხედავთ, რომ ქრისტიანთა რიცხვი ჭეშმარიტ ქრისტიანთა რიცხვი კლებულობს. და რაც არის ერთ-ერთი ნიშანი მეორე მოსვლის მოახლოებისა. ჩვენ ვევედროთ უფალს, რათა მოგცეს ძალა, რომ ვიცხოვროთ ღვთის სიყვარულით, ჭეშმარიტი ცნებების დაცვით, ჭეშმარიტ სარწმუნოების დაცვით და ასევე ვევედროთ უფალს, რომ მოგცეს მართლმადიდებლური აღსასრული. ღმერთმა წმინდა გრიგოლ პალამის ლოცვით ჩვენ შეგვიწყალოს და გვაწყობოს. ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს. ახლა გეტყვით მომავალი კვირის კალენდარს, როგორ იქნება მსახურება. ოთხშაბათს და პარასკევს იქნება პირველ შეწყვეტილის წირვები, დავიწყებთ 10 საათზე, ჟამნობით. წირვა დაიწყება პირველ საათზე, 10 საათზე დაიწყება ჟამნობები. ხუთშაბათს არის 7 ჟიადის ზეთის ცხება, დავიწყებთ 10-ის ნახევარზე და 10-ის ნახევარზე 10 საათამდე ასე და მოგზავნით და იწყეთ ზეთი, ვისაც აღსარება საერთოდ არ აქვს და არ უცხოვრია ქრისტიანად, ის რა თქმა უნდა ვერ იცავს და ასევე ბავშვები, პატარა ბავშვები არ არის საჭირო რომ მოვიყვანოთ და ზეთის ცხებისათვის. და იქნება მოწვეული 7 მღვდელი და ვისაც ის საშუალება იქნება, პერაშკი იქნება, დუპონში იქნება, თორ წამოიღოთ და დავაყუროთ მოწვეული მამაურები. პერაშკი და ფოქეთი გოწარება. შაბათისათვის მამა გიორგი წირავს სხრუგვეთში 9 საათზე. შემდეგ პირველ საათზე აქვს თვალუეთში პანაშვიდი, სვერში 3 საათზე პანაშვიდი. თუ პარაკლისი აღარ უწევს, მე მგონი პარაკლისი ალბათ სვერში. ეს არის მომავალი კვირის განრიგი. შაბათ-კვირას თავისთავად წირვა და შაბათს მოვესალმოთ არის მიცვალებულთა მოსწრების და მომავალი შაბათი და იმის მერე კიდევ შაბათი, ეს სამი შაბათი ზედიზარი მიცვალებულთა ხსენების დღე. ღმერთმა დაღმოცოს და გაგაცნობს. ამინ. სამდაჩა. ხო. ეს მე